კარგით, მადლობას გიხდით, ჩემო მეგობრებო, ამ საუბრისთვის და სანამ დავამშვიდობებით მაყურებელს, მეც ვიტყვით მინდა პაისიათონელის სიტყვებს, რომელიც მესამე ნაწილში ამოვიკითხე. ასეთ რამეს ამბობს, რომ მემარჯვენე და მემარცხენე ზრახვებზე საუბრობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ ადამიანის ცხოვრებაში. გული რო არ დაგიმძიმდეს, ვიღაცაზე ცუდად რო არ იფიქრო და სწორად რო შეხედო მოვლენებს, ასეთ რამეს ამბობს. ერთი კეთილი ზრახვა თავისი მნიშვნელობით მრავალ საათიან ღამის თევის ლოცვას უტოლდება. წარმოიდგინეთ, ერთი კეთილი ზრახვა რა არის? ახლა მაგალითად ნუცამ იმიტომ კი არ შემოხედა ესე დაღუღერილმა, რომ მე რამე დაუშავე. ვინ იცის იქნებ რაღაცა განსასწრელი აქვს, ესმის ანუ ჩემს მიმართ კი არ არის ცუდი განწყობილი. იქნა უბრალოდ ესე მოხდა და იმას უჭირს აქეთ რაღაცა. მე კი არ უნდა დავიბოღმო, როგორც ცუდად შემოვხედა. ან დავუშვათ ვიღაცამ რაღაც თქვა ჩემზე. იმიტომ კი არ თქვა, რომ ცუდი განწყობა ჰქონდა და ასე შემდეგ და მოყავს მაგალითი, ესე იგი ერთი ბავშვის მაგალითი მოყავს, რომელმაც სიგარეტის კოლოფი ნახა მამაპაისის კელის ფანჯარაზე თუ სამლოცველოში ნახა მოკლედ და ეუბნეოდნენ, რომ აი მამაპაისი ეწევა სიგარეტსა და ეს კიდე თავისი მხრიდან ამას მოყავს არგუმენტები, რომ შეუძლებელია, რომ მამაპაისი ეწეოდეს, არა და იმის სამლოცველოში ნახა ეს თურმე რა ყოფილა. ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც თუ არა ვცდები შვილი ყავდაოთ, გადაწყვიტა, რომ გაენებებინა სიგარეტისთვის თავი იმის გამო, რომ დავუშვათ რა შვილს სიკეთე ჰქონოდა და იქვე დაუტოვია სამლოცველოში. მამაპაისს მოურჩია, რომ დაენებებინა და ამას იქვე დაუტოვია. ახლა უცხო ადამიანი რო შედის, ხო ფიქრობს, რომ რა უნდა სიგარეტს. ის ხო არ იცის ეს წინა ისტორია. და ადვილად შეიძლება დაიჯეროს, მაგრამ ეს ბავშვი იმდენად სუფთა იყო შიგნიდან და კეთილი ზრახვები ჰქონდა. რაც არ უნდა გეთქვა მისთვის, რა? ყველაფერს თავისი კეთილი ზრახვებით კარგად დაინახავდა და ეგრო აქ ადამიანს. მაშინ ეს ადამიანი არის მშვიდად. და სხვა შემთხვევაში თუ მემარცხენე ზრახვებს აყვები, ვიღაცაზე ეჭვი გაგიცდება, ვიღაცაზე დაიბოღმები, იმაზე გაბრაზდები, იმის გეგონება, რომ შენზე ცუდი რამე თქვა, ცუდად იფიქრა და ასე შემდეგ. არ უნდა დაუჯერო. მაგ ეჭვებს და მემარცხენე ზრახვებს არ უნდა დაუჯერო. მადლობთ ყველას ყურადღებისათვის და ღმერთმა მშვიდობა მოგწონს.